მოდი უცბად გაგიკეთებ და გამარჯობა ჯერ არ წავსულვა თუ ეს ვიდეო დაიდო ესე იგი კიდე დავაგვიანეთ მარშრუტკას ელოდებიან თუმცა არიან ყველანი იქ უკვე დაჩეკი დედა ის რა ქვია თმების გაკეთებას ვაპირებდი რამე გამეკეთებინა ახლა გრანდიოზულად იმას არ ვკეთებ მაგრამ ეხლა უბრალოდ კუთხე უკრავ რომ ქუდის დაფარება შეძლოს იმიტომ რომ სხვა რაღაცაში ქუდი არ დაეფარება და ამის მზეში უქუდოდ წასვლა არის ჩათვალეთ რომ უნდა მწოლიარი მდგომარეობაში იყოს მთელი ექსკურსია მე ჩემი ის ჩემი ბენდენები გამერეცხერა ცოტა რომ დალბეს კიდე ის ბენდენა გაგიკეთო ერთ წელი ჩემი წვანიანი ეხა მომწონია მე რო ვიყიდე მინდა ხო ხათმოსი ჭუჭელიც დავრეცხე სარეცხით შემოვიტანე დავკეცე შევინახე რაც თუ არ უნდა და გავფინე ყველაფერი გავაკეთე ქალმა მარტო თმები ღაბაკ დასავარცხნი და მარშრუტკა იგვიანებს ხო ისა მეთქი რომ წახვალთ და გადახედავთ რა აქტია და რა არა იქავრობას თქო და გამაგებინეთ რა ეხლა ამერიკის დინამიკაზე დავტენი იმედია დაიტენება ამერიკის შამფურებზე კაია როდესაც ბოლო გადიხარ და მაინც აქეთ უნდა მოიარო რაც არჩებად გირეკავი ის უნდა წავიღო ერთჯერადი თეფშები და ჩანგლები გვაქვს მე მგონი ეგენი იქითაც ადევს და შენთანაც ადევს იქით გავიტანე აუ მოტორის გათიშვა დამავიწა ეს მაგალითად დამცხა ხალხნო დამცხა ამ სირბილში ნუ იმაშვები ხა ძალიან უაჭერე ხო ის არ არის თლათა ისეთი ხალისხი რომ ისა მოძდეს იმ ზუნკალაკაცმა ისაო 10 ლარად მოგცემო და ფული რო გადავიხადი არა 15 გითხარი არქი ჯანდაბაში გამოვიტანო ბენდენა ერა მაგას გავიგე აჯიქი არა სააფარე კადრს ეგ ტელეფონი რა ისე გინდა ჰა მეკეთე ამისთვის მისწრება ოღონდ მართლა მზეზე არ შეიძლება ამისი გასვლა ისე მე მგონი ბამბა ჩავიდოთ ჯობია და სველისალ იქით ის არის წყალი მაგრამ სველისალფეთკი და წინაზეც დამედინა ხო რავი ყველგან დასწამოს всё ეგ წყალს დააფარი აუჟე წყალი გამოსანდა იქ ჩიმოლამაზოქა ჩიმო პატარა აქ რო დამჭი მე შეშვილებს ვინ მიხედავს რა სულ ეგეთაცემ დადი ხაშკარა დებილი ეხა მან დასმოტრაო რო იტყვიან ეხა მას დაუხურო კარი შეიძლება აქედან კარებს კეტავს საიდე მიყურებს უყო გადმოვიდა ნახა დაათვალიერა შეიძლება შემოსვლაო ეხა სათითაოდ შემომიზიდო სკნუმტებს დებილი აუ სავარცხელი ავიღებ სად დავდე იქ დავდე ვინმეა გოგო სავარცხელი მეც კი ავიღე ეხა მაგრამ კატა დავინახე ამასობაში და სად დავდე სადიო იქ სარკესთან დავდე სარკესთან გადამიდე იმიტომ ვიღარ ვიპოვე სად დავდო ნინო მიდი რა გათი შეგეხვეწები რა ხო ჩანთან დაამეყო და ეს რაღაცო და მაგ წინ დაუკან როგორ დააჯახუნებს ხოლმე იმ კარებს ფული იქ არ დამჭირდება სადღა გაქვს მანან ფული 90 თეთრი გაქვს
გაქრე შენი ქალობა. და 5 ლარი ტიპოვე. გუნდებით ამაკ სემიჭკარო ვიყიდო რამდენიმე. აჰა, დავიხოთ. გავიქნიე გუში ბაზი. ჰა? საჩახვალ გოგო ჯერ არ მოსულან. არ მოსულან კი არ წამოსულან, ვერ არის ეს. მარშრუტკა ცალმისულა და ეს ჩავა. ხო, აქ შემოველი ბამბა უნდა ჩამედო. კევი გინდა? არაფერი, მოგესმა. მინდა. გაიგო. ეს ეჯერად პარკი მაგ დაბლა და ეხლა ჩამიყვართ მაგის მე სიკუდი მოდი ეგ მომენტი ჩანთაში ყველაფერი გვიდე უფრო ზემკლავიანი გვიდე აქ და ჩავდო ესაგი ბამბა ეს რა თქინდა რა არის ხა წეში მოგակ პომადა ხა წად წეში რა თქინდა ხალო ოჰ დამარბილებელი ბლესკია რა სამფროა დაისაქნა დაირბილო გაგიხმება დამარბილებელი ბლესკი მე მაგ თმა და სავარცხნი ხალხო ეგ წყალი შემომიტანე მან დროა ცოტა თავი დავისველო არა და დღეს ის იყო ტურების დღე იყო და იყოს არ წახვიდეთ ერთს სადაც მივდივართ ეგ არის წყაროცელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია და ადგილი ქვია წყაროცელი გუში არ დრო დავიბანე არც დამივარცხნი აი ვიდეო რო ჩავწერ ხო იცი მე შევიკარი და აი მე აქ ნახვე რა ხდება და გააკეთეს აქაურმა მაცხოვრებლებმა ოჯახმა და შაბათი კვირა ძირითადად თვითონ აქვს დაკავებული და პრეტენზია არც არავის არ აქვს ანუ შაბათი კვირა თუ გჭირდება იქ შეიძლება ვერ ახვიდე იმიტომ რომ დაკავებული იყოს მიდიხარ სრულიად უფასოდ ეხლა რავი ადრეც მყავდით თქვენ ვიდეოთი და ნახეთ კიდეც რომ ძალიან სასიამოვნო გარემო არის შემოღობილი არის ბევრი საქანელა არის ჰამაკები ანუ ბავშვ საკეიფო ადგილია ის სულ წარღვნა მოვიდეს ვერაფერს ვერ გიზავს ნუ ეხა გადატანითი მნიშვნელობით წვიმა არ დაგივა არის ცალკე ეგრეთ წოდებული სამზარეულო სადაც ყველაფერს გააკეთებ ეს ყველაფერი არის ფაცხებად და ეხლა ნახავთ თქვენც რა ძალიან კაი სიტუაცია არის ერთ სიტყვით და ამ ყველაფერში არ იხდი ფულს უბრალოდ მთავარი მოთხოვნა ის არის რომ მივალთ ეხლა ეგ წესით არ უნდა იყოს მოთხოვნა ეგ ადამიანში უნდა იდოს მაგრამ სამწუხაროდ არდევს რომ მიხვალ რომ შეჭამ რომ იქეიფეთ იწერება ხო თუ წუწუნას პაპასავით ყოლობა ის ნაგავი უნდა გადაყარო ანუ იქვე კი არ უნდა დაყარო უნდა გაწამოიოთ ყოველთვის მოგვაქვს ხოლმე და ბუნკერებში ვყრით იქაც არის ადგილი სადაც ყრიან და მე მიაქვთ მაგრამ ხა როცა შეგიძლია წამოიღო და უფრო სწრაფად მოხდეს მისი გატანა და არ აყრონდეს ნარჩენებს ვინ აყრობს ხა იქ ნადირი დადის და უბრალოდ ხა ის ქაღალდი სალფეტკი და ის წარმოიდგინეთ ტყეში რა მოუვა შევიკრა ესე სულ ესე რომ აქვს ხოლმე კიდე თავის ქალა უკვე მტკივა და
ისეთი ადგილი არის, რომ აკეთებენ ნათლობებს, აკეთებენ ხელის თხოვნის სიტუაციებს, დაბადების დღეებს ხო აკეთებენ და აკეთებენ. წარმოიდგინეთ, ხა ესეთი რაღაცა ვიღაცამ გააკეთა და ვიღაცამ არა, აქ მარტყოფელმა მიხვიდე იქეიფო, დაუტოვო ნაგავი. არ უნდა გარტყვინონ მე თავი? მან და არა ზოგადად ჩვენთან აქ ჯერ ის არის სასაცილო რომ ღვთაების იქ ტყეპარკად არის თბილისის ტყეპარკად რუკაზე. ვინც გააკეთა ჯერ იმას უნდა ისაქნა რა უფლებით გადააქვთ და გადმოაქვთ, როდესაც ტერიტორია მარტყოფს ეკუთვნის და მარტყოფი ზუსტად მაგ ტერიტორიის გამო ჰქვია, რა უფლება აქვს ვიღაცას მოუეპრიანა რომ მოდი მარტისაო თბილისის ტყეპარკად ვაქციოთო და რუკაზე ტყეპარკის წერია. თბილისის. მე უნდათ რომ გაქირავება ყოფილიყო ნუ სადაც რამე მაგიდა რაღაცა და ფული გადაეხა და ბიუჯეტში შესულიყო და რაზეც ეხლა რა თქმა უნდა პრეტენზია ექნებოდა ხალხს ყველა ვარიანტში თქებს ვერ ვიკეთებ. ღვთაებაში ახლო მონასტერთან მოიშალა სამაგიდები, იმიტომ რომ იქ საკმაოდ ხორხოცი და ღრეობა იყო ხოლმე და აღარ არის ახლო მიმდებარედ. აქ მარტყოფში კი ძალიან ბევრი მაგიდები და სკამებია და არც ერთი არ ქირავდება, იმიტომ. უნდა ახვიდე უბრალოდ გააკეთე ისე რომ არ დაანაგვიან. თუმცა ამ ყველაფერს პროცენტულად ნახევარი აკეთებს, ისეთებს ტოვებენ ხოლმე და ბევრჯერ ვავსულ ვარ სადღაცას, ჯერ დაგვილაგებია რომ საღორეს გავს ხოლმე იქავრობა. უბრალოდ ჩვენ მე გვიყვარს სუფრაზე ეს რა ქვია საქართველოს სადღეგრძელო, უბრალოდ სადღეგრძელო გვიყვარს, აი რაღაცაში გამეჭედა თმა. ის რო სისუფთავე უნდა იმ საქართველოს და მოვლა პატრონობა და რაღაცა არა, ეგ მარტო ის მთავრობის საქმე. ანუ ჩვენ არ ვიცი რა გავაკეთე. დიდათაც არ მაინტერესებს მართლა რო გითხრათ და ესე გავალდა იქ შევიკრავ მე რა. იქ მაინც აიქ უნდა დავიდო და რა მნიშვნელობა აქვს. ესე. მაკიაჟის წასმაზე არავინ არ გითხრას, რა მაკიაჟი ტყეში მიდიო. ხო, კიდე ისა. დავიღალე ხალხი. ის ერთს არ გადამეყლა. ძალიან ცუდი ჩვეულა, კევს ხლაპავ. ამიტომ შეიძლება თრიში ერთადერთხელ დავღეჭო, არ მოყვარს დიდად, მაგრამ ხ ჩანთაში ვიპოვე. ზათვალ. მორჩა, მოვიდი, არ სად არის? ეს ჩავიტანოთ. და ის უნდა მენახა ერთჯერადი თეფშები და ისინი კი მოგვაქვს რაღაცები, მაგრამ მეც მაქვს და რამდენიმე წავიღო. შენ ტელეფონი აქ ჩადენინო მე. წავიდე აბა ის ერთჯერადი ისინი ვნახო. თორმეტი დაიწყო. არა. ხო და სათვალე. ამზეს ჩემი თვალები ვერ იტანს. ერთი თვალი ყოველ შემთხვევაში. ყველაფერს წყალი გუსხია. დაღლიკატა კამეჩი. ქათამი. რამდენი ასხია ბუჩას. ხვალდაზე გიქნებ ცოტა ალუჩა გავაკეთო. კაპკი. აქ უნდა დაგსვა და აჩაცვიდეთ არსად ოღონდ, ხო? იმიტომ რომ აი აქ უნდა იყოს სადღაცას ერთჯერადები.
აქ მაგის სტილოებია, აქ შამპუნებია. ეგენია. ვითომ გამოვიტანი აქეთ? ეს თაქრად გამოვიტანით, ხა? ერთჯერა თეფშებს, რა უნდა აქ ერთჯერა თეფშებს. არა გოგო, ხო ჩალა. არა, აქ სუმაგიდის სტილოებია. ეს თქვა იყოს კუხნაში. როგორ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ გადავყარე. თქაც არ არის. ეგ დავალაგე ამას წინათ და გამოვიღე ბატრიალი და ერთი კი გავიფიქრე რომ აი ეს რაღაც მინდა მეთქი ახლა და სად მივდივარ მეთქი საჭირო დამჭირდეს მეთქი. საიდან ამაკ ეგეც არ მახსოვს. აბა? ეჯერადი თეფშები. გოგო ვიპო. გამარჯობა. და ჩანგლები? ეჯერადები? გოგო ისედნი ვიპო რა გადავიყრე როგორ შენახული ქალი ვიყო. შეგადაშკი. ეს არის დათუნიას ბანკა. ეს ბარბარეს მოუტანა დედაჩემმა დაბადების დღეზე და შიგეყარა აი ეს ბურთები რომ უნდა ჩაყარო. რო იზრდებიან მე ხო იცით? აი ეგ. კოზიც კიდათ ხალხ, რა არ კიდათ კოზი. დაბადების დღე ხო არავის არ არის, ეს არის შუშხუნები. ეს აკეთოთ. ასე. მეტად ანამრამი აქვთ. ეკნებათ ალბათ. წავით. შეარაღა დაგიმალოთ და всё, ყველაფერი აღებული ვარ, ყველაფერი მზად მაქვს. ამას პარკი უნდა რომ პარკში ჩავდო. და დაველოდოთ და დავჭდე და დაველოდოთ ზარს. ეს მიყვარს გულში. გადავარდი გოგო. გოგო ხარ თუ ბიჭო? გადავარდი, შევასიცოთ ხალე. აი მე აი ქარი ცხოვრება ხალხნა. აი მოთახს როდის გავაკეთებ, მთელი დღე აქ უნდა ვიყო. ზამთარში არის საოცრად თბილი. და ზაფო ეს რა არის, ეს არ გვიდა ეს პარკი. ყურიანი პარკი მიდოდა და ჩამოვაწვიდე. ზამთარშია თბილი და ზაფხულში არის ცხოვრება. და ეს იქნება ოთახი, სადაც დავხატავ რაღაცებს, გავაკეთებ და აი ეს ზემოთქვებოთ არ ვირბენ, რომ ერთი გარდირობის თავზე მიდევ, ერთი გარდირობში მიდევ, რაღაცა სადღაცას მიდევ და ერთიანად არ მაქვს შეკრული ჩემი სამუშაო მაგიდა. და ლაშოსიც იქნება ცოტა გვერდზე. და ეგ მინდა ესა ის გასწორი რა ხის ფერებში და ხის იერსახე რო კონდეს და ამას წინათ ლაშოს ვეუბნაოდი და ზუსტად მაგას ვაპირებდიო. უბრალოდ კიო დამეთანხმა რომ ანუ ხის სტრუქტურის რო იყოს. შენ მზად ხართ? სრულიად ის არ დაგვრჩეს, რა ქვია? რო დარეკავენ ფეხსაცმელს მე ჩავიცმებ და აუ ხო არ დარეკეს, აბა შედი ტელეფონს რაღაცა შევაერთე შენ ოთახში მივგოთ. რა იყო კოკი? რომ მოვალ მე გაჭვევ მე და აქ საჭმელი. ერთი შევხედო. კოკი, ჩემო ნამო, საჭმელი გააქვს? კი გაქვს, ხალი გაქვს, გაქვს. არა ყოფილი არ უნდა მუსუქალი. რო დარეკავენ? შეერთე. დაიგენა ასამდია? 4-5. შეერთე. რო დარეკავენ, მე უცბად გავიქცე. ბევრადაც აღარ მინდა რომელი, თუ რა მეტი. აი, მეორე ვიდეო მოვახსენე. არ გინდა სათვალე გამომიტანო. თეთრ შკაფში დევ, აი ეს გველი შაპიკი არა და გველის ხო, აი პანტერა თუ გველია რავი რომელია, ეგრევე გამოიტანე. ცხელა. რადგან ექსკურსიაზე მიდივარ, ყოველთვის არის ხოლმე ერთი თემა. ჩვენთან არის. ზოგადად რა, არის ესეთი სტილის ხალხი. და ტიპაჟის ხალხი, რომ ანუ სადღაცას მაინც უკმაყოფილო რო იქნება, აი ესეთ ხალხის ფსიქოლოგია მაინტერესებს როგორია. ხო ესა? ეს პანტერაა შვილი. პანტერა.
გველი საიდან დავიდა? გველი შაპი. ის ნახე ფეწვების ისიც აქვს და ჯიქია, ჯიქი. ხო და ანუ მაინც მაგ თემას ეხება და მინდა რომ სანამ წავალ მაგ თემას შევეხო რა. თუმცა ამ პერიოდის თემაზე კიდე ერთი ვიდეო მაქვს შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩავწერე და მინდა ის უფრო კარგად განვავრცო. აი ესეთი მშობლები, აი მაგალითად, ახლა აი აგროვდა ფული. ჩვენ მშობლებზე არა მაქვს და ჩვენ კლასზე არც ბარბარისაძე და არსიბაც და არა მაქვს საუბარი. ამით თავს კი არ ვიზღო, მართლა არა მაქვს საუბარი. იმიტომ რომ, რავი, მე ეგეთი სიტუაციაში არ მომისმენია რომ ყოფილიყავით. ეს ეხება აი მაგალითად გროვდება ექსკურსიისთვის თანხა, ხო? ეხლა მე მაგალითად აგროვებდნენ, გადავიხადე, სხვა არაფერი არ ვიცი. ანუ არ ჩავრეულ ვარ, იმიტომ რომ წელს რაღაცა ცოტა მოვშორდი მაგ სიტუაციას, იმიტომ რომ ნუ სამსახური და პლუს ეს თურქეთის და საროჭკების ამბავი რო იყო, ვეღარ მივადევნე თვალყური რა გქონდა გეგმაში. მაგრამ ვიცოდი რომ აგროვებით, გავატანე ეს გარკვეული თანხა და всё. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ავიდე, კოკი. ანუ რო არ მიკითხია საერთოდ, აბა რა შვებით, როგორ რას ვაკეთებთ რაღაცა და ამ დროს ანუ არ დავინტერესებული ვარ, რომ რა ვიყიდოთ, რა შევაგროვოთ, რამდენი რა გავაკეთოთ და ამ დროს ავიდე და პრეტენზიები გამოვთქვა. აი ეგეთი მშობლები რო არსებობენ, აი მანდ მაინტერესებს რა ხდება. თან რო თავს არავალდებულებენ რომ მიიღონ ხოლმე მონაწილეობა და როდესაც რაღაცა ხდება და პრეტენზიას გამოთქვამენ ხოლმე, ძალიან დიდ უხერხულობას რო იწევს ხოლმე, რომ შედალოცვილო, მოდი მიიღე მონაწილეობა, მარტო ფული რო გამოგდავნე, იკითხე, აბა. ან წარმოიდგინე 4-5 მშობელი დარბის ამ ამბებზე და ახვიდე და ამათ პრეტენზია გაუღე, ეს რატო არ გააკეთე, ის რატო არ გააკეთე. ამ დროს მე ფეხი-ფეხზე გადადებული ვიყავი და ველოდებოდი უბრალოდ რომ იმათ გაეკეთებინათ, რადგან მე პრეტენზია გაუმეხატა მე. ხო არიან ეგეთები? არიან. ქვეყანა. ასე რომ, როდესაც არ მაქვს იმისი ერთი ადგილი სიტყვაზე რომ თქვა რომ მივიღო მონაწილეობა, მეზარება, იმიტომ რომ მეზარება და რომ მივალ მაინც რაღაცას ვიტყვი რა. ის კი არა რომ აი მაგალითად არა, კაია, მაგრამ ესეც ხო შეიძლებოდა, ეგეთებიც ხო არიან, ვითომ როგორც არ დაგწუხდა. რას ამბობ? ეხლა რამდენმა გოგომაც ირბინა და ვინც მიიღო მონაწილეობა, პერსონალურად ცალკე იმის ადგილზე უნდა დავლიო, იმიტომ რომ ოჩახ გოგოები არიან უდაოდ. ნინ, აუ ის წყალი წავიღე, აი ეს ყვავილი თითქოს წყალი სჭირდება ამ ყვავილს, რა? თუ საღამოს დაუსხა. არა, მწვანედ კი ალამაზად. პრიალად, მაგრამ მაინც. აი, თვალმა დაისვენა, ეს თვალი მაგ ბრუციანი ხალხო. წერა რომ მეგონა ვერაფერს ვერ მოვასწრებდი, მოვასწარი და ველოდები, მაგრამ აბა სად არიან? მოდი დაურეკოთ. შეერთე. მან არის შეერთებული ჩემ ტელეფონი. აბა მომაწოდე ერთ წამ. დაურეკო, აბა რა საჟღავჟღავებენ. კიდე რამე ხო არ დარჩათ შევახსენო რომ წამოვიღო 88%-ია. მე მგონი ის მეორე ვიდეო წაითვირთა, მეორე თუ პირველი უბრალოდ. აბა, ნახოთ. კი კაც, ატვირთულა. დაურეკოთ ახლა და კითხოთ ხომ მშვიდობა აქვთ. ნათია მასწავლებელს დაურეკოთ ნიკოლოზას დედას, ნინოს დაურეკავ. წერა მეგონა რომ კინქლა გადავყლავე. ხომაჩო რა კენით? გოგო ეხლა ვარ ჯერ ლიბრესთან გაჩერებული. მე უნდა გავჩერდე. ზან რომელი არაფრობს. გავფიტრალ იდა. გოგო, ანუ ორივე მარშრუტკა წამოხვედი. ეხლა ლიბრესთან ვარ. მე გავჩერდები ინოს საცხობში. მე ხილგან უნდა გავჩერდე და რავი ჯერ ადრე არის რომ გამოხვიდე. მე კიდე რამე ხო არ წამოვიყო, რამე ხო არ დაგჩათ. არაფერი არა, ეგ შამპური წამოიღე 10 სალი და საკმარისია. ხო, ეგ უკვე გამზადებული მაქვს. 1-15 წუთში გამოვალ მაშინ. გოგო, აი
იქიდანაც რო წამოვა. აი ნინო საცხობიდან ხო? აი იმას რო ვიყიდით, ყველაფერს რო ვიყიდით. ხო, კაი. ეგრევე ზას მოგცეთ და გამოხვალ. ოკეი. აბა თქვენიცით. თავარია გამოვიდნენ. ნინო რა მიხوار გრჩება დე ჩვენ. აი ლუცის. რა? დავიდე კონიაკი ჩამოვასხა, მაგრამ ციხეში კონიაკი არ თქვენ. ეს ჩამოვასხა ჩაქულა. არა. კითხვა აბა კონიაკი. ბავშვებს თორე ჩვენ რა გვინდა, კაცო? პირდაპირ ეთერში განახოთ როგორი ლოთები არის. ნინო, არაყი, კონიაკი, რამე ხო არ გვინდა? გოგო, ლუცხი დულობა 5 ლიტრას და არ გვინდაო, რა ვიცი, თორე მეც წამოვიღებდი. არაყი ან კონიაკი ხო არ გვინდაო? არა. შოფერს არ აკითხო, ხალო, ბავშვი გოგოებს აკითხე. როგორ? შოფერს არ აკითხო, მეთქი გოგოებს აკითხე. არ გვინდა. აგიდა და ნუგიდა. კი ბატონო. არა ყოფილი ლოთები, რატო ვაბრალებდი? მოკლედ, წასვლის დროა ხარხნო და ეხა მართლა წავედით. იმიტომ რომ გამოსვლები არიან, ლიბრესთან უნდა გავჩერდეთო. სად უნდა გავჩერდეთ კიდეო? ხილბოსტანში უნდა გავჩერდეთო. ხილბოსტანი მანდვი არ არის იმასთან, ნინოსაცხობთან. მიმის დედისა კაცო, რა ქვია, ბაჩის. ხო, მანდვი იყიდიან. მოკლედ მაგედა რომ გამოვლენ დამირეკა. ამასობაში იქნება ვიდეოც მოესწროს და აიჭვირთოს. ძალიან არ მაგინოთ რაღაცა სხვადასხვა ვიდეოებზე, იმიტომ რომ სანამ ვერ ჩამოვალ მე ვერ ვნახავ და ესა წაშლით კერავშლი ხოლმე იგუშინათ ვიღაცამ დამიწერა რომ როგორ იყო? ანუ რაღაცა რო შლით კომენტარებს ჩემთან რაღაცა ნაწილი მაინც რჩება 4-5 სიტყვა რჩება რაც იმ ტერიტორიაზე ეტევა რჩება ქალმა აი ჯერ არ მინდოდა მე თქვა რამის 2 კილომდე მაქვს დაკლებული ქალს და ფეხმძიმედ ახარო გული მეტკი თავი კლაუდია შიფერი მგონია ქალსა და მაგრამ მაგ დროს ის მახსენდება ხოლმე იმის კომენტარი რომელმაც мотиваცია მომცა იოლ ფორმებში რასა ეკეხა რომ და იქნებოდა თვითონ უარესია კჩუნი ნუ ეჩრები დაიტენა ისა თუ ისე წითელი უნთია დიდი ხანი უნდა მაგას დატენო ასე გარდა გავიწყოს რო გავალთ მოკლედ წავედი ახლა გოგოებო სავარაუდოდ უკვე მივდივარ და უკვე მართლა წავედი და საღამოს ვლოგს დავდებ აუცილებლად ჩამოვალ თუ არა გავაკეთებ გავამზადებ არ ვიცი როგორი ვლოგი იქნება არ ვიცი ლაპარაკებით იქნება არ ვიცი მუსიკით იქნება როგორი იქნება ნუ შესაძლებლობა როგორიც იქნება ისეთი იქნება სელფის ჯობს ფიქრობ წავიღო მაგრამ მინდა ეხლა რო ვიყავით ქუთაისში წასული და სელფის ჯოხი გავშალე და გადავყავი შუშის პლოშატკაზე რო ვიყავით და ეხლა ვფიქრობ ქალო 1000 ლარიანი ტელეფონი ჯერვალი არ გადაგიხდია ანუ უცბად ჩემ თავს ვეუბნები ეს გაშვერილი მაგის დაბლა არის ხელი აი შიშმა რო გაგიარა და 2 ლარიან თემუს სელფის ჯოხს უჭირავ აი ესე ნაზად გამოწიე და მოხსენი ეგრევე გამაჟრიალა რო წარმოვიდგინე რომ ის იქავარდებოდა გავყვებოდი კეთიცები ხო და ანუ აი მაგ ტელეფონზე სელფის ჯოხს რო დავამაგრო შიში მაგ იმიტომ რომ მართლა თემუდან გამოვიწერდა რა ვიცი ახლა აბა თემურას პროდუქტი ხო იცით როგორიც არის წავედი აბა ჰე მომავალ ვიდეომდე კარგად